უნდა ითქვას, რომ ქრისტიანთა ძალიან დიდ ნაწილს მე ადრეს ორი სიტყვით ამას შევეხე, ძალიან დიდ ნაწილს აქვს ცუდი დამოკიდებულება საკუთარი რწმენისადმი. ისინი აკნინებენ ქრისტიანობას თავის თავში და ისინი ქრისტიანობას ჩვეულებრივ რაღაცა რელიგიურ სისტემად გადააქცევენ. და სინამდვილეში და რაღაც წესების შესრულებად მცნებების შესრულების რაღაცა კომპლექსად აქცევენ და თუ ამ მცნებებს ასრულებ, მაშინ რაღაც ცუდი შეიძლება აღარ დაგემართოს და ცხოვრებაშიც რაღაც წარმატებები გექნება ღვთისგან. აი ასე აკნინებენ ქრისტიანობას. მაშინ როდესაც ქრისტიანობა მოგიწოდებს, რომ გახდე ღვთის მსგავსი და პირდაპირ გაგებით ქრისტესნაირი უნდა გახდე და იოანე მოციქული გახსოვთ როგორ ამბობს, ხო, ხშირად ვითქვამს, რომ თუ ცხონდით და წარვსდგებით მის წინაშე დავინახავთ, რომ ისეთები ვართ, როგორც ქრისტია. არა რომელიმე წმინდანი, არამედ როგორც ქრისტია. და მის მარჯვნივ დავждებით, როგორც თავაძის ზეციური მამის მარჯვნივ. ღმერთნი უნდა გახდეთ, თქვენ უნდა გახდეთ ღმერთები საღვთო მადლით. ყველაფრით მსგავსი ღმერთისა, გარდა იმისა, რომ ღმერთი არსებით არის ღმერთი და თქვენ იქნებით მადლით ღმერთნი. და ღვთისშვილად წოდებულნი იქნებით არა სარიალ სიტყვად, არამედ ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენ და ღმერთს საერთო ენერგია გექნება, საერთო ენერგიით ყოფიერებთ. ეს წმენა არის ქრისტიანული წმენა და ვინც ამას არ ფიქრობს ასე, ვინც ამას გავრბის, ვინც ამას უგულებელს ყოფს, ვინც ფიქრობს, რომ ეს დიდი მამების და დიდი ადამიანები, მე ცოდვილი, ეს არ არის სინანული, ეს არ არის სიმდაბლე, როცა ადამიანი არა, მე ამ თემებზე არა. მე ხა უბრალოდ რაღაცას. ეს მესაც შემილია, მე თავდაბალი ადამიანი ვარ, მე ერთი სადღაც იქ მივეგდო სადღაც. ეს არის ასკეტური თავდაბლობა, კი ბატონო. სასუფეველის კარიბჭესთან დამაგდო ნეტავი, ან კიდევ წმინდა მამებთან წაგვიკითხავს, რომ ძაღლზე და მწერზე უარესი ვარ. ეს არის ასკეტური თავდაბლობა, წმინდა სოფრონ სახაროვი ესე ამბობს, ასკეტური თავდაბლობა, რომელიც ყველას ჭირდება. მაგრამ არსებობს საღვთისმეტყველო თავდაბლობა. და საღვთისმეტყველო თავდაბლობა ეს არის, როგორც წმინდა სოფრონ სახაროვი ამბობს, საღვთისმეტყველო თავდაბლობა არის ცეცხლოვანი სიყვარული იესო ქრისტესი. და თუ ადამიანს ასეთი და ამგვარი თავდაბლობა არ აქვს, მაშინ მისთვის სინანული არ არსებობს, იმიტომ რომ რა არის სინანული? ხო? სინანული არის იმ დიდი უზარმაზარი დისტანციის გადალახვა, სადაც ვარ და სადაც უნდა ვიყო. და მე თუ არ ვიცი, სად უნდა ვიყო და წინასწარ მონიშნული თუ არა მაქვს, რომ მადლით ღმერთები უნდა გავხდე და ღვთისშვილები. ეს თუ მონიშნული წინასწარ არა მაქვს, რომელ სინანულზეა ლაპარაკი? აღარ მოვიპარავ, აღარ ვიმბუშებ, აღარ დავთვრები, სიგარეტს აღარ მოვწევ, აღარ შევიგინები. დილას აღამოს ცოტა სვილოცებ, კვირაში ერთხელ მოვალ, პირს გავაღებ, სიწმინდეს მივიღებ და თავი მეგონება ვინ? ქრისტიანი მაშინ, როდესაც ქრისტიანი არ ხარ. იმიტომ რომ ღმერთის შვილობას და მადლით ღმერთობას არ აპირებ, არ ფიქრობ, ღვთის სიტყვები აღარ გესმის. იყავით სრულყოფილნი, ვითარცა ზეციური მამა თქვენი სრულყოფილი და ამაღლების დღესასწაულს რაფასი აქვს ჩვენთვის, თუ ჩვენ არც გვეგულება ჩვენი თავი ამაღლებულად მარადისობაში ღვთაებრივი სრულყოფილების მსგავს ქონე არსებებად. ეს არის ჩვენი ხვედრი, ეს არის ქრისტიანობა და ამაზე ნაკლებზე ფიქრი, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით არის მკრეხელობა. ეს არის შეურაცხყოფა ღვთის, ამისთვის მოკვდა იესო ქრისტე, ამისთვის ღმერთი გალაქტიკების შემოქმედი.